მე როგორც უკვე გითხარით, ჩვენ მთავარი არხი იძულებული ვართ ღამის მთავარიც მათ შორის დავიწყოთ ჩვენს არხზე მიმდინარე პროცესებით, იმ ხელოვნური კრიზისით, იმ ხელოვნური დაბრკოლებებით და დახურვის მცდელობით, რომელიც აქვს ზაზაუ ქუაშვილს, რომელმაც ვერად და ვერ მოივაჭრა მანდატები და ბევრი წლის განმავლობაში ამას ცდილობს. თუ ამ უბედურებაში შეიძლება რაიმე პოზიტივი ვეძებო და ვიპოვო, არის ის, რომ გიორგი გაბუნია ამ სტუდიაში შემოვიტყუე და დღეს მასთან შემოგთავაზებთ ინტერვიუს ჩვენს გენერალურ დირექტორთან. გიო, მოგესალმები და დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიცი, რომ შენთვისაც არაკომფორტულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კვალ და კვალ. ახლა იმაზე საუბარი, რას გავდივართ ჩვენ, მაგრამ საჭიროა ადამიანებმა იცოდნენ, რა ხდება იმის პარალელურად, რასაც ჩვენ ვაშუქებთ და ახლა ზუსტად ამ უმნიშვნელოვანეს დროს, როგორც ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ზაზაუ ქუაშვილის ხელით მთავარი არხის ჩაქრობას. ეს არ არის პარალელური პროცესები და შემთხვევითი არ არის, რომ ეს ზუსტად ახლა ხდება. კი, თუმცა მოდი დავიწყოთ ქრონოლოგიით, საერთოდ რა მოხდა, როგორ დაიწყო ძვრები, როგორ დაიწყო ნაღმების დადება ზაზაუ ქუაშვილმა. მე როგორც მახსოვს, მაშინ იყო ნიკას ფაქტორი, როდესაც ნიკა გამოვიდა ციხიდან და მან თქვა, რომ მე უნდა წავიდე პოლიტიკაში, მე ვაფუძნებ პარტიას. აი, მოუყვეთ თავიდან როგორ იყო. კი, თავიდანვე დაიწყო ეს გრძელვადიანი გეგმა ქონდა ზაზაუ ქუაშვილს, იმიტომ რომ იცოდა, არ ქონდა გარანტია და ხვდებოდა, რომ შეიძლებოდა მისი დეპუტატები სიაში ვერ მოხვედრილიყვნენ. ამიტომ ამას პრინციპში ყველა ხვდებოდით და არც თვითონ არ მალავდა, როდესაც ნიკამ განაცხადა, რომ ის მიდიოდა პოლიტიკაში, ტელევიზია რჩებოდა დირექტორის გარეშე. აქ წესდება ისეთია ჩვენს არხზე, რომ ახალი დირექტორი რომ დაინიშნოს, საჭიროა ყველა დამფუძნებლის, ყველა ძირითადი დამფუძნებლის თანხმობა, ამიტომ ნიკა უბრალოდ ესე თავს ვერ დაადებდა და ვერ წავიდოდა, არხი დარჩებოდა დირექტორის გარეშე და იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, აკრძალული იქნებოდა ყველანაირი ტრანზაქცია, ვეღარ გაფორმდებოდა კონტრაქტები და არხი წავიდოდა ლიკვიდაციაზე და დაიხურებოდა. ამიტომ ზაზაუ ქუაშვილმა ისარგებლა მაშინვე ამ მომენტით, წარმოიდგინე, ეს დაიწყო ჯერ კიდევ როდის ნიკა რომ გამოვიდა, ხო თქვა რომ მე დირექტორი აღარ ვიქნები და ივლისის ბოლოდან უკვე დაიწყო ეს მოლაპარაკებები, რომ უნდა შეიცვალოს ნიკა წავიდეს. ზაზაუ ქუაშვილმა დაიწყო მცდელობა, რომ წესდება შეეცვალა, რომ თავისი დირექტორი დაესვა აქ. წარმოიდგინე, ეს გაგრძელდა თვეების განმავლობაში და ძლივს მიღწეულ იქნა შეთანხმება მარტში, 2024 წლის მარტში, როდესაც საბოლოოდ ამდენ თვიანი ტანჯვის შემდეგ მიაღწია ქუაშვილმა იმას, რომ აქ დასვა თავის დირექტორი სრული უფლებებით, რომ მე ფაქტობრივად ჩემ ხელმოწერას არანაირი ძალა და ჩემ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა, თუ არ იქნებოდა თანხმობა ყველა დირექტორის ერთდროულად, მათ შორის გოგი ქურდაძის, რომელიც დასვა ზაზაუ ქუაშვილმა. რატომ შეიცვალა წესდება? ანუ რაიმე სხვა სივრცე არსებობდა, იმიტომ რომ ამ წესდებით მას მიეცა იმის გაკეთების უფლება, რასაც ამბობს შენ. მიეცა ძალიან ძლიერი ბერკეტი. კი, მიეცა ძალიან ძლიერი ბერკეტი. თავიდანვე მან დაიწყო შანტაჟი, უბრალოდ ფაქტობრივად ნიკას აიძულებდა თუ არ დამთანხმდები ამ ახალ წესდებაზე და არ დამასწრებინებ დირექტორს ისეთი უფლებებით, როგორც მე მინდა და მე მჭირდება, რომ მე მქონდეს სრული ბერკეტი კონტროლის და პროცესებში ჩართვის ტელევიზიის, მაშინ უბრალოდ არ მოგიწერ ხელს ახალი დირექტორის დანიშვნაზე და მაშინ უკვე ეს შანტაჟი იყო. მაშინ ტელევიზია დაიხურება, იმიტომ რომ კი ბატონო, წადი პოლიტიკაში, მაგრამ ტელევიზიას არ ეყოლება დირექტორი და დაიხურება. რა თქმა უნდა, ნიკა ამას ვერ გააკეთებდა და ბოლოს იძულებული გახადა შანტაჟით, რომ ამ წესდებას და ახალ დირექტორს დათანხმებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, თავიდანვე იყო ამაზე ლაპარაკი. მე ვხედავდი ამ საფრთხეს, მე არასდროს ეს არ მithქვამს, თუმცა მაშინ, როდესაც გოგი ქურდაძე შემოდიოდა ტელევიზიაზე, აქ ერთი ამბავი ატყდა ჩემი მხრიდან, მე საერთოდ უარს ვამბობდი ხელმოწერაზე ამ ახალი შეთანხმების და ვამბობდი, რომ მე არ ვიქნები დირექტორი ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ვხედავ ძალიან კარგად რასაც მოიტანს ეს ყველაფერი და სრულიად გასაგებია, რატომ ჭირდება ზაზაუ ქუაშვილს ასეთი დირექტორი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაბლოკოს პროცესები არხზე, მაგრამ მაშინ ისევ გუნცრად აქამდე არ გვითქვამს, იმიტომ რომ რასაკვირველია შიდა მღელვარება ამას მოყვანო. წესდების შეცვლით მთავარი იარაღი ჩაიგდო ზაზაუ ქუაშვილმა ხელში. მაგრამ ისევ ნიკა გუნდს ასე ვერ მიატოვებდა, მეც არ მივატოვე გუნდი და ვიფიქრე, რომ ისევ ჯობია, რომ რაღაცნაირად მე ვიყო დირექტორი, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი დავაბალანსო და ვაკონტროლო და ჩვენ ისევ იმედს ვიტოვებდით, რომ რაღაც რესურსი ზაზაუ ქუაშვილთან ურთიერთობის დალაგების
იქნებოდა მათ შორის გოგი ქურდაძის მონაწილეობით. მაგრამ მოხდა ის, რომ ქურდაძემ თავიდანვე, ვინაიდან ეს დაგეგმილი ქონდათ ისედაც რომ ბერკეტი ქონდა, არაფერს ტელევიზიაში არ აკეთებდა საერთოდ, იმიტომ რომ მე ჩემი განცხადების დროსაც ვთქვი, რომ მას არც გააჩნია არანაირი კომპეტენცია რაღაც სატელევიზიო სპეციფიკასთან დაკავშირებული და ამ მრავალთვიანი ურთიერთობიდან ზოგადად ეჭვმეპარება რომ რამის კომპეტენცია გააჩნია, მაგრამ დაიწყო საბუთების შეგროვება. აი ამ ფინანსური საბუთების და მე თვითონ წარმოიდგინეთ, მე თვითონ დავავალე მას, რომ მე არაფერი დასამალი არ მაქვს, ჩვენ გქონდა ეს შეხვედრა გოგისგან, ზაზა უქვაშვილისგან განსხვავებით მე არ ვიწერ ამ შეხვედრებს და ვერ წარმოვადგენ ახლა მტკიცებულებას როგორ ვსაუბრობთ, თორე უქვაშვილი ყველას და ყველაფერს იწერს ყოველთვის. მე დავავალე თვითონ გოგი ქურდაძეს, რომ აქ დასამალი არაფერი არ არის, ვინაიდან შენ პირველ რიგში არც მალავ და გაინტერესებს აქ ფინანსური დოკუმენტაცია, აიღე და მიიღე რაც გინდა და გოგი იყო გაზაფხული ზაფხულის პერიოდი. წარმოიდგინე და დაიწყო და მას მერე აგროვებს რაღაც დოკუმენტაციას, თუმცა მაშინვე გამოჩნდა ის ნიშნები, რომ ის ამბობდა, რომ რაღაცა დოკუმენტაცია კიდე მინდა, მინდა რატომ და როგორც ბევრ მდიდარ ადამიანს სჩვევია, თავიდანვე ეს ძალიან აშკარად ჩანდა, რომ რაღაც პარანოია აქვს ზაზა უქვაშვილს, რომ აქ რაღაც ფული ტრიალებს მის მიღმა, რომელსაც ჩვენ მას ვუმალავთ, ვეუბნებოდით, არ გვაქვს არაფერი დასამალი. ჩაატარე აუდიტი, ჩავატარეთ, აუდიტები ხო ისედაც სტარდება. სპეციალურად წარმოიდგინე გოგი ქურდაძისთვის ასე ზაზა უქვაშვილისთვის სპეციალურად ჩატარდა აუდიტი მათ შორის ჩვენი გაყიდვების სახლში. რა თქმა უნდა, არაფერი არც არ აღმოჩნდა, არაფერი არ არის აქ დასამალი. კიდევ ერთხელ ვამბობ, არა, უკმაყოფილო იყო თვლიდა, რომ რაღაც არის. რაღაცას ესენი მიმალავენ და ასე მივედით ზაფხულამდე უკვე ძალიან დიდი წვალებით. გიორგი, ქონდა თუ არა სრულ დოკუმენტაციაზე წვდომა, აი ყველაფერზე რასაც ითხოვდა გოგი და უქვაშვილი. ნახე, ყველაფერზე რასაც ითხოვდა, რაც არსებობდა და რისი მოთხოვნის უფლებაც ჰქონდა, იმიტომ რომ მაგალითად მე არ მინდა თან დავღალო მაყურებელია, მართლა მე უხერხულება და ბოდიშსაც კი ვუხდი მაყურებელს, რომ ასეთ დეტალებზე მიწევს ლაპარაკი, მაგრამ მაგალითად გაყიდვების სახლს მოთხოვა ამონაწერების საბანკო რისი მოთხოვნის უფლებაც მას მაგალითად არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, დამოუკიდებელი კომპანია, რომელსაც არ გაქვს უფლება, მეც კი გენერალურ დირექტორს ამარხის არ მაქვს უფლება ეს დოკუმენტები მოვთხოვო, მაგრამ არ იყო პრობლემა სპეციალურად ამისთვის აუდიტი ჩავატარეთ და ამისი მიმოწერა და დამამტკიცებელი საბუთები არსებობს, მიმოწერა როგორ გვაქვს გოგისთან, რომელიც სპეციალურად კითხვებს ამზადებს აუდიტისთვის, რომ რაც გინდა, რა ინფორმაციაც გინდა მოითხოვე და აუდიტი მოგცემს. მის აუდიტმა ეს ინფორმაცია არა. მაინც მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ არა, აქ რაღაცა ხდება. აქ რაღაც ხდება და აუცილებლად რაღაცა უნდა გავარკვიოთ ჩვენ. საბოლოოდ მივიდა იქამდე, აი ეს დოკუმენტაცია ხო მოაკროვოთ, ან ხო ამბობს საბუთებს მიმალავდნენ და ეს ზუსტად ის საბუთებია, რომელიც საბოლოოდ ეროვნულ ბანკში წარადგენ, რომელიც ჩვენგან აქვს სწორედ მიღებული. რაც გქონდა, ყველაფერი მივეცით. როდესაც მივედით უკვე ზაფხულამდე და სექტემბერი დაიწყო, უკვე გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ უარსეუბნებოდნენ პარტიაში კოალიციაცვლილებებისთვის უარსეუბნებოდნენ, რომ ჩაეწერათ სიაში ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე. ორი დეპუტატი, რომელმაც თავის დროზე აშკარად ითანამშრომლა ქართულ ოცნებასთან და იუსტიციის საბჭოს წევრები გააყვანინა ხელისუფლებას. მაშინ დაიწყო გარიცხეს კიდეც ნაციონალური მოძრაობიდან ისინი. რა თქმა უნდა, სწორედ ეს მე ხა ამ დეტალებშიც აღარ შევალ, ნიკამ თავის პოსტშიც დაწერა თუ რა ადგილებზე ითხოვდნენ თან თავის ჩასმას. როდესაც უარი მიიღეს ამაზე, პირველი წერილები მივიღეთ უკვე სექტემბერში, შანტაჟის და მუქარის, რომ პრობლემები შეიქმნებოდა ტელევიზიაში. აი, როგორი შინაარსის იყო გიორგი ამ წერილები, იმიტომ რომ პირველი ეტაპია, როგორც ჩანს, ეს დანიშვნა, შემდგომ დოკუმენტების მოთხოვნა და ძიება, მოკლედ აი ივანიშვილის მსგავსი პარანოია, რომელიც აკუაშვილს. კი, იმიტომ რომ მას თან აშკარად ეს პარანოია აწუხებს თან მძიმედ, რომ აქ რაღაცა ფულია და თან ეს ფული რაღაცნაირად უნდა და თვითონ მიიღო, ამაშიც არის თან საქმე, იმიტომ რომ სულ იტყოდა რომ თქვენ ჩემი დავალიანება გაქვთ და მომეცი გზა და გზა მთხოვდნენ ამ ფულს, ესეც ვთქვი მე.
რომ ზაფხულში ზუსტად ნატო ჩხეიძის აქ დასაქმებას თხოვდნენ უკანონოდ გოგი ქურდაძე სხვა საქმეების ნაცვლად დაკავებული იყო იმით რომ მე და დიტო საძაგლიშვილს გვიმტკიცებდა რომ აუცილებლად აქ ნატო ჩხეიძე უნდა დაგვესაქმებინა იმიტომ რომ კიდე მისთვის კი ფული უნდა გვეხადა თან რაღაც თანამდებობის იგოდებდნენ ხო რა შტატი უნდა გაგვეთავისუფლებინა მისთვის სხვადასხვა შტატებს იგონებდნენ რომ მას აქ თითქოს უნდა იმუშავა საერთოდ არაპირებდა რა თქმა უნდა არანაირ მუშაობას უბრალოდ მაღალი ხელფასი უნდა მიიღო და ბოლოს მივიდნენ იქამდე ამაზე უარი მიიღეს იმიტომ რომ დეპუტატის აქ დასაქმება უკანონოა და მე პლუს ვუთხარი რომ თანამშრომლები თვითონ ძლივს იღებენ ხელფასს რომელი უხვაშვილის ყოფილი ცოლის დასაქმებაზე მელაპარაკებით აქ სრულიად გამორიცხულია თქო კატეგორიული უარი რომ მიიღეს შემდეგ იჯარა დაგვაკისრეს აგრეთვე შანტაჟით რომ აი ეს ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა და არ გაგვემძაფრებინა იჯარა დაგვაკისრეს აქვე პატარა შენობაზე რომელსაც ჩვენც ვიყენებთ და რომელიც მათია რომელიც უნდა გადაფორმებულიყო შემდეგ ნატო ჩხეიძეზე და ნატო ჩხეიძე იღებდა ფაქტობრივად ამ სარგებას და ესეც მოხდა ეს შენობა ახლა გადაფორმებულია ნატო ჩხეიძეზე და ნატო ჩხეიძე ახლა მიგზავნის მოთხოვდებს რომ გამიფორმე ხელახალი კონტრაქტი უკვე ჩემია ეს შენობა და გადამიხადე ფული მაინტერესებს ყველანაირ თანხას რომ უკანონოს ეძახის აქ ოქვაშვილი და გოგი ქურდაძე როგორ აპირებდა ხელფასის მიღებას ნატო ჩხეიძე დეპუტატი აქ რომ დაგვესაქმებინა ამ უკანონო თანხებიდან როგორც თვითონ ამბობენ თავარი ფულია და არა წარმომოუღო როგორ აპირებდა ან იჯარა აღებულია იჯარა აღებულია იჯარა აქვს აღებული და ის იჯარა უკანონო ფულით რატომ აიღეს და გოგიც როგორც შენაბობ რა თქმა უნდა აგრეთვე ხელფასს იღებდა და საერთოდ არ ქონდა ამასთან დაკავშირებით პრობლემა უყო სხვებისთვის თურმე ეს პრობლემა იყო მოკლედ სექტემბერში უკვე როდესაც დაიწყო ეს ამ წერილების დაგზავნა და უკვე ჩანდა რომ მე პრობლემებს შევქმნი აქ სერიოზულ პრობლემებს თუ დეპუტატებს ჩემს კანდიდატებს არ ჩასვამ სიაში ვერ მოხვდნენ ეს დეპუტატები და როდესაც დადგა ოქტომბრის დასაწყისიდან უკვე პირდაპირ გოგი ქურდაძემ განაცხადა სიამოვნებაში ოქვაშვილმა გოგის არავინ არაფერს არ ეკითხება ავალებთ უბრალოდ და ის ასრულებს რომ ვაჩერებ ყველა ტრანზაქციას აღარ გაძლევთ უფლებას არანაირი გადარიცხვების არაფრის და პლუს ამ გადარიცხვებთან დაკავშირებული კონტრაქტები რაც არის მაგალითად იგივე საზღვარგარეთ გადარიცხვები რაც არის რაზეც აპელირებს ეს არის სერიალებს რომ ვიძენ სატელიტზე რო გადის ჩვენი სიგნალი და ასე შემდეგ ან თქვა თუნდაც იგივე დაზღვევა და სხვა მსხვილი კონტრაქტები რაც იყო აღარაფერს ხელს არ აწერდა გააჩერა ყველაფერი. ანუ ეს მას შემდგომ რაც საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ამოიწურა და მიხვდა რომ ის 3 მანდატი ვერ მოივაჭრა ზაზა ოქვაშვილმა უკვე გადავიდა ყველაფრის დაბლოკვაზე. აი კომუნიკაციის რა ფორმას არჩევდნენ გიორგი წერილების საუბრები იმიტომ რომ ვინმე გოგი აქ მოსვლით არ გვანებივრებდა თანამშრომლებს რომლებიც 24 შვიდზე აქავართ და წინააღმდეგ შემთხვევაში არა, არც იცნობს თანამშრომლებს, საერთოდ არ იცის და ამიტომ შეხებაც არ აქვს, საერთოდ არც იცის აქ რა ხდება, როდესაც მოდიოდა თქვენ მას ვერც ნახავდით, ჩაიკედებოდა ოთახში და რაღაც აი ამ საბუთებს აგროვებდა წინასწარ იმისთვის, რომ ქონოდათ კიდევ ერთხელ ეს ბერკეტი, რომელიც დაჭირდებოდათ თუ დეპუტატები, კანდიდატები ვერ მოხვდებოდნენ სიაში და ეს ამოქმედეს სწორედ. ეს იყო თავიდანვე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ განსხვავება არ არის, ვიღაცა შეუძლება გაუჩნდეს კითხვა, რომ თუ დეპუტატები ვერ შეიყვანა სიაში, შემდეგ რაღაცი ჭირდება უკვე ანარქიის დაბლოკვა ან რამე. თავიდანვე დეპუტატების ჩასმა იყო ქართული ოცნების თამაში, იმიტომ რომ ეს არის ვიმეორებ ნატო და როსტომ ჩხეიძეები, დეპუტატები, რომლებიც უკვე გაიყიდნენ ერთხელ და ქართულ ოცნებას თან ითანამშრომლეს და მისცეს ხმა მათ კანდიდატებს. წარმოიდგინეთ ეს დეპუტატები დანიშნეს მეტიც, ანუ მათი ხმები იყო გადამწყვეტი ამ ხალხის დასანიშნად. ნამდვილად. და წარმოიდგინეთ ეს დეპუტატები ისევ ოპოზიციის სახელით უცებ რომ მოხვდებოდნენ პარლამენტში, ხო? ან ამ დეპუტატების საშუალებით ივაჭრებდა შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან რომ გაგიკეთებთ ამას, თქვენ გამიკეთეთ ეს, მივცემ ხმას ამას, გამიკეთეთ ეს, ან ახლა ივაჭრებდა შესულები იქნებოდნენ ეს დეპუტატები აუცილებლად ნატო და როსტომ ჩხეიძეები და სხვათა შორის მესამე კანდიდატი შემდეგ აღმოჩნდა რომ თქვა გოგი ქურდაძე იყო. გვეუბნებოდნენ რას იცით? გოგი ქურდაძე ხო არ მოგწონთ აი სექტემბერში რო პრობლემების შექმნა დაიწყო. ხო არ მოგწონთ გოგი ქურდაძე? იცით რა ქენით? გაუშვით პარლამენტში, ჩაწერეთ, მოიშორეთ, გასწავლით როგორ მოიშოროთ თავიდან. ჩაწერეთ სიაში ეუბნებოდა ამას მათ შორის გიორგი პირადად შენ გითვლიდნენ ანუ ეს საუბრები არ იყო მხოლოდ მე არაფერ შუაში პარტიასთან არ ვარ მე რატომ ელაპარაკებით მე რატომ ელაპარაკებოდნენ იცი მეც მეუბნებოდნენ ზაზა ოქვაშვილის წარმომადგენლები მე რა შუაში ვარ
შენი მშუაში ხარ გიორგი რომ შეგექმნება პრობლემები, ამიტომ წადი დაელაპარაკე ახლა ნიკას და დაითანხმე რომ ეს დეპუტატები ჩასვან სხვადასხვა კანდიდატებს სულიდან შემდეგ იყო ლაპარაკი მარტო ნატო ჩხეიძეზე ბოლოს მივიდნენ რომ ზაზა უხვაშვილის შვილი მაინც უნდა ჩაეწერა ნიკას სიაში და მე ამაზეც მელაპარაკებოდი ოჯახში კვოტა ქონდათ გაწერილი ოჯახიდან რამდენი მე ვეუბნებოდი რომ მე არ დავდგები არც ერთი დაფუძნებლის მხარეს მე რა შუაში ვარ არა გიორგი თუ არ გინდა პრობლემები გქონდეს ტელევიზიაში მოგვიგვარე შუამავლად იყავი და ეს საკითხი მოგვიგვარე რა თქმა უნდა მე ამ საკითხს არ და ვერ მოვაგვარებდი და მოხდა ის რაც მოხდა შემდეგ რა გამოვიდა ვინაიდან დეპუტატები სიაში ვერ მოხვდნენ დაიწყო უკვე ტელევიზიის დაბლოკვა რაც აგრეთვე ისე ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების თამაშია ხო იმიტომ რომ ახლა შეუძლია ზაზა უქვაშვილს ივაჭროს და როგორც ჩანს ვაჭრობს ქართულ ოცნებასთან უკვე გარიგებული არის ბიძინა ივანიშვილთან რომ გამიკეთეთ ეს და დავხურა მთავარ არხს ნებისმიერ მომენტში შევძლებ მთავარი არხის დახურვას იმიტომ რომ ჩემ ხელშია ბერკეტები მივედით აი რა ბერკეტები გაბუჩვის პრობლემა გვექმნება ახლა ყოველდღიურ მაუწყებლობაში მაგალითად და დასაფრთხე გვაქვს სამომავლო კონტრაქტები ნელ-ნელა უხდება როგორც მოხდა დაზღვევაზე ცოტა ხანში ჩვენ ვეღარ გავალთ რეგიონებზე იმიტომ რომ სტერეოპლუსთან ვეღარ გავაგზავნებთ ურთიერთობას ისედაც ახლა რასაც ვინარჩუნებთ და რაც არის ამ კომპანიებთან სტერეოპლუსი იქნება თუ აზერსატი სატელიტებზე რითიც გავდივართ და აქამდე PSP-ს უბრალოდ PSP-სთან უკვე ამოიწურა კონტრაქტი ფულს ვერ ვუხდით ოღონდ ჩვენი მეგობრული ურთიერთობით გვაქვს ეს ყველაფერი, მაგრამ მეგობრობა ვერ გაგრძელდება სამუდამოდ. ამ კომპანიებთან ჩვენ გვაქვს კონტრაქტი და მათ ფული უნდა გადავუხადოთ და ახალი კონტრაქტებიც უნდა გავაფორმოთ. ეს ცოტა ხანში შეწყდება. ცოტა ხანში მთავარი არხი ვეღარ გავა სატელიტზე და ემიგრანტები ვეღარ გვიყურებენ, მე ვეღარ გავა რეგიონებში და დავრჩებით მარტო თბილისში და ბოლოს თბილისშიც შეწყდება ჩვენი მაუწყებლობა, იმიტომ რომ ვეღარ თანამშრომლობთ ვერავისთან. პლუს დავამატებ რომ გოგიმ დამოუკიდებლად დაიწყო წერილების წერა ამ კომპანიებთან და მათთან ურთიერთობის გაფუჭება. საშინელებებს წერდა რომ თქვენ იღებთ რაღაცა უკანონო მონაწილეობას რაღაც აბსურდულ ზღაპრებს რომ ყვებიან რაღაცა ფულის გათეთრება რომელიც საერთოდ ეჭვმიპარება რომ არ იციან დასნიშნავს ფულის გათეთრება იმიტომ რომ შეუძლებელია აქ ხდებოდეს ფულის გათეთრება იმ სქემებით რასაც ესენი ამბობენ მტკიცებულებები არ აქვს და ვერც ექნებათ იმიტომ რომ ასეთი რამე არ ხდება და როდესაც ცალკე აუდიტი შემოდის ცალკე შიდა აუდიტი ოქუაშვილის ავტორობით და ის შენც აღნიშნე და ნიკამაც თავის პოსტში დაწერა იმის შესახებ რომ რა არის ახლა მნიშვნელოვანი მთავარი არხისთვის ოქუაშვილის გან არავინ არ ითხოვს არც ფულს არც დახმარებას ითხოვს რას ხელმოწერას რომელიც გოგიმ უნდა მოაწეროს ხელი ეს არის ვალდებულება რომელიც მას კანონით აქვს აღებული რომ მთავარმა არხმა გააგრძელოს მაუწყებლობა და შეშოს იმ პარანოიას რომ აქ რაღაცა დამატებითი ფული არსებობს თურმე რომელსაც ჩვენ ვათეთრებთ კიდე ყველაფერთან ერთად მაგდენი ფული რო გქონდეს რაღა გვიჭირდა კიდე გასათეთრებელ გასაფერადებელ გასაშავებელი რო გქონდეს არა მას ჯერა რომ სადღაც ეს ფული არის და არ არის და ამიტომაც არ არსებობს ამის დოკუმენტაცია და არც ამის მტკიცებულება ვერ იარსებებს და მას ჯერა რომ სადღაც არის და ჩვენ ამას ყველაფერს ვმალავთ. და მეორე ბრალდება არის ჩემთვის ძალიან კომიკური და ახლა უნდა დავსვა სერიოზულად ეს კითხვა, მაგრამ არ ვიცი როგორ გაკოტრება მიზანმიმართული მათ შორის შენი მხრიდან გიორგი აქ. მე რო ვაკოტრებ და 2 წელიწად მე ახლა თეორიაზე ხარ ვლაპარაკობ 2 წელიწად ნახევარია პირდაპირ ვამბობ სწორედ ფაქტია. თორემ მეც არ ვიცოდი რა გამომივიდოდა მაშინ, როდესაც ნიკა დაიჭირეს და მოულოდნელად გავხდი გენერალური დირექტორის არაოფიციალურად, მაგრამ მოვალეობას ვასრულებდი, მაგრამ ფაქტობრივად ვიყავი რეალურად დე-ფაქტო გენერალური დირექტორი. მეც არ ვიცოდი რა გამომივიდოდა, მაგრამ ფაქტია 2 წელიწად ნახევარზე მეტია უკვე სწორედ ჩემი მენეჯმენტით და ჩემი მენეჯმენტის გუნდით ეს არხი მოვიდა აქ რა ვერ გავაკოტრეთ. ამდენი ხანი რომ 2 წელიწად ნახევარია ვაკოტრებ და ვერა და ვერ გავაკოტრე. და ჩვენც რომ დაკოტრებინებთ არხს და თქვენც რომ ვერ ხვდებით ამას ყველაფერს და ესე მაკოტრებინებთ და თქვენს 2 წელიწად ნახევარია ვერაფრით ვერ გავაკოტრეს, სანამ გოგი არ ჩაერთო. და ეხლა ვინ აკოტრებს ხო ჩანს და ვინ გააჩერა ტელევიზია და მე ვერ გავაჩერე ამდენი ხანი. ხო, ფაქტია რომ სწორედ ჩემი მენეჯმენტით და ჩემი გუნდით მოვედით აქამდე და იმის ნაცვლად რომ ზაზა უქვაშვილისგან მადლობებს ვიმსახურებდეთ ვართ აგერ რამ მდგომარეობაში. ისე რომ ჩვენ როდესაც მეკითხებიან გამოსავალი რა არის, რაღაც გეგმები რა თქმა უნდა გვაქვს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, იმიტომ რომ ასე მარტივი რა თქმა უნდა არ არის.
უცებ ადგე და სადღაც გადაბარგდე. ვიმეორებ, თავის დროზე ზაზაუქვაშვილმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს არხი ასე სწრაფად გაიხსნა, რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი სჭირდებოდა სამწუხაროდ არა ქვეყნისთვის, დიდი საქმისთვის, არამედ პირადი სარგებლისთვის, იმიტომ რომ თავიდანვე ქონდა თავისი ეს პოლიტიკური მიზანი, პოლიტიკური დივიდენდები უნდა მიიღო ამ ყველაფრისგან და საბოლოოდ, როდესაც ვერ მიიღო, კი ვხედავთ, რაც გააკეთა. აღარ მყვები რა მე მინდა მომიყვე გაბუ კომუნიკაციის ფორმებზე, როგორ ხდებოდა ეს კომუნიკაცია. ოქუაშვილი შუამავალი იყო, გოგი თუ ოქუაშვილი მეილებს იწერებოდა, თუ რა ხდებოდა? ოქუაშვილი თვითონ ძალიან იშვიათად გამოდიოდა კომუნიკაციაზე, უფრო მეტიც, როდესაც მასთან იყო ხოლმე კონტაქტი, ამბობდა, რომ აი არ იცის გოგი დამოუკიდებელი დირექტორია და თვითონ აკეთებს, რა იცის დამფუძნებელმა და არ ერევა საერთოდ გოგი დამოუკიდებელი დირექტორი, მე ვკითხეთ როგორია, აი ახლა ამ პროცესებშიც მაინტერესებს გოგი სად არის? აი გოგი სად არის? არ ვიცი, დირექტორია უნდა მოვიდეს სამსახურში. კი, მარტო ეს კი არა, აი ახლა რატო არ არის? აი აქ დაჯდეს და ილაპარაკოს რა. მეც არ დავჭირდები. მარტო შენ რო დაჯდე, აი უბრალოდ მაყურებინა, უბრალოდ რას იზამს. ორ წინადადებას ვერ აფამს ერთმანეთზე, მესიჯებს ვერ წერს. ახლა თქულა პოსტი არ გამოდოს და მაგითი არ გამოაწვიოთ ეს მეილებს რო აგზავნის, სხვების დაწერილია, მე ხო კომუნიკაცია მაქვს და ვიცი როგორ ლაპარაკობს. თუ ამას ლაპარაკი შეიძლება დაარქვა, როგორ წერს მესიჯებს ორ წინადადებიანსაც კი და ის მეილები სხვისი დაწერილია, შეიძლება პოსტი მოაცხობინონ. ახლა ვითომ გოგიმ რაღაც დაწერა, ეს სხვისი დაწერილია. არა, აი დაჯდეს აქ. მეც ვიმეორებ არ დავჭირდები, მარტო შენც ეყოფი და მე რო დავუჯდე, მოხდება ის სიტუაცია, გოგი ქურდაძე შევიდა სტუდიაში და აღარ გამოსულა და იძებნება, იმისთან დაემართება აქ. აი აქ მაინტერესებს ძალიან რას ვიტყვის, ნებისმიერ მის ბრალდებაზე მზად ვარ ვუპასუხო. დამიჯდეს აქ და ხალხმა ნახოს რა არის და ვინ არის გოგი ქურდაძე და როგორი დამოუკიდებელი დირექტორია, სად არის? თავის ტელევიზია ეს ხო თან ეს ოქუაშვილის ტელევიზია ოქუაშვილის რომელიც ამბობს რომ თანამშრომლებთან იყო შეხვედრა მე მაინტერესებს საერთოდ რა ფორმატის შეხვედრა იყო როდესაც იყო მგონია რომ ეს შენი მოსაყოლია გოგი როდესაც აქ მოვიდა ერთადერთხელ ანუ საერთოდ ამას უშენება შეხვედრა ეწოდოს ან რა უნდა არა გოგი აქ ნუ არ მოდის ამბობს რომ პროვოკაციებს მიწყობ და პროვოკაციები რა არის ჟურნალისტები რო ხვდებიან მაგალითად ან თანამშრომლები და ეკითხებიან რომ გოგი რას აკეთებ და ან ჩვენ რა გავაკეთოთ ამას ეძახის პროვოკაციას ქეთაციცკიშვილი დაახტა ერთხელ და ეკითხებოდა კითხვებს უსვამდა რომ ასე ისე რაღაცა პროვოკაცია იყო ამბობს და გარბის ყველა ბოლო შეხვედრები რაც იყო აი ამ სიტუაციაში დამფუძნებელთა კრების ჩატარებას ვცდილობდით არ გამოვიდა ოღონდ მათთან არც ერთხელ გოგი გარბის ყველა შეხვედრიდან რო დაუწყებ ლაპარაკს პასუხებს ვერ და გარბის და იქ დანარჩენი რა ხდებოდა ხო ნუ აი ახლა ეს ცალკე კიდე უბრალოდ აი რომ მიხვდეთ რანაირი ტიპის ადამიანებთან მქონდა და ჯერ კიდე მაქვს ამ თვეების განმავლობაში ურთიერთობა ნუ ჯერ აი ზაზა უქვაშვილის წარმომადგენელი წერს რაღაც ცალკე გოგი რასაც წერდა ხომ წერდა და რაღაც მომენტში ზაზა უქვაშვილის წარმომადგენელი წერს რომ ამაზე რატო არ გამეცით პასუხი მე თქვენ მოგწერეთ და თქვენ ეს ბიჭო დავფიქრდი ბოლოს სად მომწერა რანაირად ვერ ვნახე რა წერილს იხსენებს, რას მეუბნება და ნუ რო არ არის მეილი შევამოწმე, რო არ არის არსად რა და ვიფიქრე ხა შევედი სპამში რანაირად ხა პირდაპირ რომ სპამში რატო ჩავარდებოდა და აღმოვაჩინე იქ რატო იყო სპამში? რატო? იმიტომ რომ მეილ.რუს მისამართიდან იყო გამოგზავნილი ზაზა უქვაშვილის წარმომადგენლის აი ანეკდოტურია, მაგრამ ეგრეა მეილ.ru, ჩემმა მეილმა რა თქმა უნდა ვირუსად აღიქვა და ეგდო მეილ.რუში. მერე გავაკეთე, მერე მოვიდნენ ეს წარმომადგენლები, მოვიდნენ არ დავკონკრეტები, პირდაპირ მე მახსოვს რომ მოვიდნენ. კი, მოვიდნენ ძლივს რაღაცა და 7 კაცი შემოვიდა გოგისთან ერთად და მოიტანეს წარმოიდგინე აი რადონის სამწუხარო თაღლითებთან გვაქვს საქმე, ოღონდ ვერ გაიგეს ჩვენ ვერ გათვალეს ჩვენ რა ტიპის ადამიანები დავხვდით აქ რომ მათ თაღლითობას გავშიფრავდით. მოიტანეს გაყალბებული მინდობილობა ზაზა ოქუაშვილის როგორ ინგლისურ ენაზე ვინაიდან ის ლონდონშია ხო იყო თარგმანი მოიტანეს გაყალბებული და მაგალითად პატრულიც იყო და პატრულიც კი უხსნიდა რომ აი ამით თქვენ წარმატებას ვერ მიაღწევთ. ეს სხვა ეპიზოდი იყო კიდე ხა ყველაფერს ხო ვერ მოყვებით ამ თვეებში რაც გავიარეთ. აი ეს გაყალბებული მინდობილობა რომ მოიტანეს გაყალბებული თარგმანით. აღარ დავკონკრეტები რაში ჭირდებოდა სრულიად ნათელი იყო ეს ხო ვერ წარმოიდგენდნენ რომ ჩვენ უცებ თარგმანებს შევადარებდით და ვეტყოდით რომ ეს რა არის ეს თან შეცდომა არ არის ეს არის სრულიად შეგდებულად ორ ადგილზე ერთი და იგივე მომენტი იყო შეგდებულად არასწორად ნათარგმნი და ეს 7 კაცი ხო ზის და ვეუბნები ეს არ არის შემთხვევითი ეს თარგმანი არის სპეციალურად ასე გაკეთებული ეს არის გაყალბებული პასუხი ჩვენ არც ერთმა ინგლისური არ ვიცით და ვერ ვიგებთ რაზე გველაპარაკებით და
ხო, ნუ კარგი, მაშინ იცოდეთ, რომ ესია, რომ ინგლისურში სრულიად სხვა წერია და ქართულში გიწერიათ საპირისპირო და ეს შემთხვევით ვერ იქნება. ხო, მოვrჩით, ეს შეკრება გოგი გაიქცა, პროვოკაცია, კითხობს რომ უსვამ, გაიქცა და რო დავრჩით ბოლოს მე ან წარმოადგენებს ვეუბნებით, რომ იმეილები მაინც მოგვეცით. რომ რაღაცნაირად თქვენთან ისევ გავაგრძელოთ, ვიკონტაქტოთ, იქნებ შემდეგი კრება დავნიშნოთ და რაღაც შედეგამდე მივიდეთ. რამდენიმე მათ შორის აი 7 წარმომადგენელი იყო, რამდენიმე გვეუბნება ჩვენ მეილი არ გვაქვს ცხოვრებაში არასდროს არ გვქონია. და რა გავაკეთოთ? აი რა უნდა გავაკეთო? მაშინ რა ვიცი, მტრედები მომეცით და მტრედებით გამოგიგზავნით ხოლმე პოსტას. აი რა გავაკეთო? ეს მოვყვები, იმიტომ რომ აი რა ტიპის ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა ამ თვეების განმავლობაში. ესეთია გოგი. და სინამდვილეში გაბურასაც აკეთებს გოგი, ეს არის დანაშაული. ამას აქვს დანაშაულის შემადგენლობა, ანუ რაში შეიძლება უღირდეს მას ოქუაშვილისთვის ასე თავის გაწერვა, იმიტომ რომ ეს დანაშაული რეალურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ხო? რა თქმა უნდა, როდესაც შენს კომპანიას ასე შეგნებულად აზიანებ, მათ შორის სრუდასმენებით, რაც უმძიმესი ბრალდება, როდესაც იგივე ფულის გათეთრებაზე ლაპარაკობს და არანაირი მტკიცებულება ვიმეორებ არ აქვს და ვერც ექნება. იმდენად აბსურდულია ეს ყველაფერი. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რასაც გოგი აკეთებს, ეს არის გზა პირდაპირ ციხისკენ. ოღონდ გოგი ამასაც ვერ აცნობიერებს. გოგი ტიპაჟითაც რო ნახოთ, შეგიძლიათ დაგუგლოთ მაყურებელს საზას მონა რო აკრიფოთ, Google-ში ამოგიგდებთ გოგის ფოტოს. ტიპაჟითაც ქოცია და აი როგორც ქოცები არიან პარლამენტში, ხო აი რა დუღირთ ამ კითხვას ხო ხშირად ვსვამ, რა დუღირთ მას აი რასაც ეთქვენ იმას რომ გააკეთებს, საერთოდ გადაკეტილი აქვს, აზრი არა აქვს არაფერზე ლაპარაკს, აი რასაც ეტყვის საზა უარესი ვერც კი თამაშობდა მაინც დირექტორს, რომ ეთქვა, რომ აი მე ვთვლია ასე, რომ გაიჭედებოდა ხოლმე პირდაპირ მეუბნებოდა ზაზამ მითხრა ასე. მე რაღაცას ვეკითხებით, ვერ გიპასუხებთ, მე უნდა შევათანხმო ზაზასთან. როგორც მე ხო იცით, რომ გადაწყვეტილებას არ ვიღებ, აი შევათანხმებ და ზაზა რასაც მეტყვის, მე გეტყვით. აი ესეთი გოგი ყავს აქ და ვითომ გოგი იღებს გადაწყვეტილებას, მოვიდეს. არა, გოგი არ მგონია რომ თუ მოვა სიამოვნებით, გოგი ზუსტად ვიცი რომ გვიყურებ სიამოვნებით მიგიღებ. სადღაც მაქსიმუმ გეუბნები შეიძლება ეხა პოსტი დაუწერონ და გამოაქვეყნებინოთ, რომ ვითომ გოგიმ დაწერა და რაღაცა გვიპასუხა. და სინამდვილეში აქ ხო არის ერთი კითხვა, რომელიც მაყურებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, მუდმივად აუდიტი ტარდება მთავარ არხში და უქუაშვილამდეც და გოგიმდეც ვინმეს როგორ წარმოუდგენია რაიმე პრობლემა რო იყოს მთავარ არხში, რას გააკეთებდა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, რომელთაც აუხდენელი ოცნება არის მთავარი არხის დახურვა. რას გააკეთებდა? რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა და სირთულე ხომ ამაშია, რომ ახალ კანონებს წლების განმავლობაში იღებს ზუსტად ოპოზიციური ტელევიზიების დასათრგუნად და შესაზღუდად ქართული ოცნება და შენ გიწევს ზუსტად ამ კანონებს შორის ძალიან ვიწრო დატოვებული გზის გავლა თორემ. ასე რომ კანონებს არ უღებდა რა მარტივია ყველაფრის კეთება. გამოსავალი ხო აქაც იპოვა ის კომიკური, რაც გუშინ მე ვთქვი ზაზა უქოშვილმა, რომ ესენი გარიგებული არიან ბიძინა ივანიშვილთან. მათ შორის გოგი ამბობს, რომ ნიკას აქვს ეს მისთვის ნათქვამი, მეც მაქვს, დიტო საძაგლიშვილს აქვს ნათქვამი და მე საერთოდ თათბირებზე ვამბობ ხოლმე, თურმე რომ ხალხო არ შეგეშინდეთ, ბიძინასთან გვაქვს დალაგებული, მეც არ ვიცი, ალბათ პირადად თუ არ შენახვედრი და დალაგებული მაქვს და რაც გვინდა ის შეგვიძლია ვაკეთოთ, არავინ არ შეგვამოწმებს. ეს მოიგონა სინამდვილეში იმის დასაყრდნად, თითქოს თვითონ არ არის ქოცი. და ჩვენ ვაკეთებთ თურმე ოცნების საქმეს და ვინ აკეთებს ოცნების საქმეს ძალიან ნათელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე და ჩემმა მენეჯმენტმა და ამ გუნდმა აგერ ნიკას პატიმრობის შემდეგ 2 წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეს ტელევიზია აქამდე მოვიტანეთ და ახლა ვინ გააჩერა ეს ყველაფერი? ზაზა უქოშვილმა, რომელიც სხვადასხვა აი შეხვედრაზე, რომელსაც თვითონაც ახსენებს, ჟურნალისტებთან ჰქონდა საუბარი, ბოლოს მივიდა იქამდე, ამბობდა რომ გადადგეს გიორგი გაბუნია და ყველაფერი იქნება კარგად უცებ. ანუ თურმე შესაძლებელი ყოფილა. უბრალოდ აღიარებს რომ შანტაჟია. გიორგი გაბუნია რატომ? იმიტომ რომ გიორგი გაბუნიას აღიქვამს ნიკა გვარამიასგან წარდგენილ დირექტორად და უნდა მოიცილოს თავიდან გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია. იმიტომ რომ თავის დროზე ხო ყველამ ნახა ციხიდან რომ გამოვიდა ნიკამ თქვა რომ გიორგი უნდა იყოს დირექტორი, ხო? პირველი მისი გადაწყვეტილება. აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ გიორგი ერთი რამ, როდესაც ზაზა უქუაშვილისგან იყო ეს ნათქვამი რომ გიორგი წავიდეს, გიორგი გაიწიოს,
გუნდმა მას ვუთხარით, რომ გიორგი რომ გაიწიოს, გავაკეთოთ დაშვება. რა გეგმა გაქვს, რას გააკეთეთ, რა ეშველება აქვს, პასუხი არ აქვს. იმიტომ რომ ეხლაც ამას ამბობს, რომ აი გიორგი როა, ამიტომ იქნება პრობლემა, იმიტომ რომ გიორგი რო არ იყოს, ყველაფერი დაალაგდება, უცებ აყვავდება არხი. გუნდმა და მეც ვუთხარი, უფრო მეცაც ვიტყვი, ესეც არ მithქვამს მე არასდროს მაყურებლისთვის, მას სათვიტყოდი პირველად გამოჩდი ეთერში ამდენი ხნის განმავლობაში. მე თვითონ შევთავაზე ვუთხარი, წავალ მე. ძალიან მაინტერესებს, აი დიდი ცდუნება მაქვს მეთქი, გოგი როგორ მართავს ამ კომპანიას, უნდა ვნახო ხო დირექტორი, იმიტომ რომ თვითონ ამბობს, რომ ძალიან კომპეტენტური, უაღრესად კომპეტენტური დირექტორი დაგინიშნეთ, მეტი რა გინდათო, ძალიან მაინტერესებდა გოგი როგორ გამართავდა ამ კომპანიას და როგორ აყვავებდა წერილებშიც ამბობს, რომ მე მაგ კიდე კარგი სპორტული ინტერესის გამო რო არ გაქვს. ხო, ნახე რა არის, იქ გახსოვს შენც რომ მე ფაქტობრივად მქონდა რაღაც ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ისევ იმისთვის რომ იქნებ მართლა მე უშლი ხელს არხს, რომ მე წავალ და გუნდმა უთხრა, იყო კონტაქტი ზუსტად ზაზა უქვაშვილთან იმ დღეს და გუნდმა უთხრა მას, რომ ჩვენ გიორგის არ ვუშვებთ. მართლა ესე იყო. გუნდი ეჩვეულებრად ფიზიკურადაც კი წინ გადამიდგა, რომ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ დავუშვათ, რომ იქნებ მართლა გიორგი რაღაცას აფუჭებს აქ. მოვიდეს გოგი წარმოგვიდგინოს გეგმა, ვინაიდან ამბობს ის, რომ მას აქვს გაბუნიასგან განსხვავებული რაღაცა არხის აყვავების კონცეფცია, წარმოგვიდგინოს ეს კონცეფცია, ჩვენ მოვუსმენთ, აი ფინანსურად როგორ გამართავს, რა სიზამს, როგორ გააგრძელებს, სარედაქციო პოლიტიკა როგორი ექნება და ასე შემდეგ, წარმოგვიდგინოს ეს გეგმა და იქნებ მარტო ჩვენ თვითონ გითხრათ, რომ წავიდეს ეს გაბუნია, რა მაგარი ყოფილა ეს გოგი. მოვიდა? რამდენი წერილი მივწერეთ? არა, ნახე რა იყო პირობა, ჯერ წავიდეს გაბუნია და მერე მოვალ. ანუ პრინციპულად ეს იყო. მეილი იქაც სპემში ხდებოდა, მაილზე და არაფერი არ ყო ამჯერად არა. ამჯერად მოდიოდა ეს მეილები, ოღონდ მეილების პასუხი იყო თან ერთი და იგივე ეს კიდე ცალკე კომიკური სიტუაცია იყო, თანამშრომლები უგზავნიდნენ გოგის მესიჯებს მათ შორის, რომ გოგი გელოდებით მოდი. გოგი რას აგზავნი და ერთი მეილი რო დაუწერეს, ისიც კი ვერ გადააკოპირა წესიერ რომ მესიჯად ექცია და ერთი მეილი რაც ჰქონდა მოწერილი ზოგადად მენეჯმენტის პასუხად, იმ მეილს აი თავისი დაფორმარდებული ასლები რომ მოყვება, ხო იცი? მაგას აგზავნი და მეილის სახელიც რო აწერია, ვინ გადმოაფორმარდა და ყველაფერი ეგრე ჰქონდა და ალბათ select all მისცა. select all არა რაღაცა ვიბრაც всё ექნება მაგას ალბათ რუსულად აქვს მენიუ და დააკოპირა და ყველას მისდიოდა ერთი და იგივე მესიჯი გოგისგან გააბუნია წავიდეს ჯერ და მერე მოვა მე. სად მოვა, მოვიდეს. თუ მოვა დავხვდებით ნებისმიერ დროს. გიორგი, რატომ ვამბობთ ჩვენ და რატომ ვამტკიცებთ და რატომ გჯერა, იმიტომ რომ მე ამის ბოლომდე მჯერა, რომ ახლა უქუაშვილი არის ბიძინა ივანიშვილთან გარიგებული და ვაჭრობს მთავარით, ეს არის მთავარი არხი. რა გვარწმუნებს ამ ყველაფერში ერთგვარად რომ შეჯამებისკენ წავიდეს. ხო, ვისაუბრეთ ჩვენ საფეხურებზე, რომლებიც გადადგა, აი, რა გვიმყარებს ჩვენ ამ რწმენას და გონივრულ ეჭვს. პირველ რიგში გონივრული ეჭვი და ყველა ამას ხედავს ამ სიტუაციაში. ამ სიტუაციაში რამე პრობლემა რომც იყოს არხზე და ნებისმიერ არხზე შეიძლება ეს რომ ჩაეძიო ესეთ რთულ ვითარებაში რომ შეიძლება რაღაც კითხვები დამფუძნებელს რა თქმა უნდა გაუჩნდეს, მაგრამ ხო არის დრო, როდის უნდა დასვა ეს კითხვები და როდის დაიწყო ამის ჩაძიება და ამის გამო კომპანია არ გააჩერო, რომც რაღაც კითხვები გქონდეს. პირველი ეს. როდესაც ამ დროს ზუსტად და მე ხაზი გავუსვი, რომ საერთოდ არ გვინდა ჩვენ ახლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ზუსტად ამ დროს სპეციალურად ხდება ეს ყველაფერი და გვიწევს ამ დროს ამაზე ლაპარაკი. დროში თანხვედრა ეს არ არის, როდესაც ეს ხდება, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეხლა კეთდება მხოლოდ ოცნების საქმე, როდესაც შენ მათ შორის და შენს კოლეგებს ურტყამენ, ქცემენ და როგორი თავდასხმა მედიაზე ყველა არხზე და ამ დროს ერთ-ერთ მედიას ფაქტობრივად რომ თიშავ. ხო? ეს ამას დახურვა მე გეგმაში არ მაქვს ზაზა უქვაშვილი ამბობს. ესე კი არ თქვა რომ დახურავ. ესე რუსთავი ორზეც და არც თავის დროზე მაესტროზე და ის არავის არ უთქვამს. ესე დახურვა კი არ დახურამდე მიიღას რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ან იქნება ისე, გადაიქცევა ისე როგორც აი ახლა მაესტრო როგორც არის წარმოიდგინეთ თავის დროზე მაესტრომ რამხელა როლი შეასრულა ოცნების მოსვლაში და ახლა რა არის მაესტრო. ხო? ესევე იზამდა აკუქვაშვილი რომ შექმნიდა იმ ილუზიას რომ კი არ ხურავს რაღაცა უბრალოდ მენეჯმენტს ცulis რა გაბუნია შევცვალე სხვა დირექტორით უბრალოდ და რაღაც ჩემი გეგმები მაქვს. ეს არის თავი არ დახურა მენეჯმენტი შეიცვალა, მაგრამ რა დარჩა იმას. ოღონდ ამ შემთხვევაში პირდაპირ ვამბობ რომ ეხლა აი მითხარი შენ მაგალითად გოგისთან იმუშავებდი? ანუ აქ პირდაპირ მნიშვნელობით დაიხო. აქ პირდაპირ მნიშვნელობით დაიხო. და ჩემი დამოკიდებულება მისთვის არის მგონი ძალიან კარგად ცნობილი. წარმოგიდგენთ იქ და პატაგოგის დამოკიდებულებას ჩემი მიმართ არის ცნობილი, იმიტომ რომ ერთხელ უთქვამს და
თუ საკუთარ თავში გოგიძალას იპოვით, გპირდებით, რომ მე აქ დაგხვდებით, იმასაც გპირდებით, რომ გაბუნიას არ დაგახვედრებთ, მარტო მე დაგხვდებით, ოღონდ მოდით. საკმარისია, სრულიად არც დავჭირდები, მე კიდევ ერთხელ გეუბნები, მაყურებელიც ნახავს, ოღონდ ვერ ნახავს ვერაზოს, იმიტომ რომ არ დაგიჭდება, რა თქმა უნდა. პირველი ესა საზოგადოებას რა უნდა უთხრათ, გიორგი, კიდე, იმიტომ რომ მას შემდგომ რაც ეს პირველი ეს, მე რაც ვთქვი, თავიდან ის დეპუტატები, კანდიდატები, რომლის ჩასმაცმას უნდა და უკვე ბიძინაზე ერთ დროს უკვე მიყიდული დეპუტატები და რაც მთავარია ის რომ მას როდესაც აქვს ამაზე აპელირებს რომ დიდი დავა აქვს არბიტრაჟში სტოკჰოლმში, ლონდონის სასამართლოებში აქვს საქმეები შეტანილი ასეულობით 1000 მილიონზე ედავება სახელმწიფოს და ბიძინა ივანიშვილს ეს კი არ გამორიცხავს რომ ბიძინასთან ცდელობა ქონდეს დაალაგების პირიქით სწორედ ასეთი დავები რო აქვს და ის რომ აქ მან ყველა ბიზნესი დაკარგა, სწორედ ამიტომ უნდა რომ დაალაგოს მასთან ურთიერთობა ნებისმიერი გზით და მთავარი არხი ძალიან კარგი სავაჭრო ინსტრუმენტია, რა თქმა უნდა. კი, ნამდვილად და ბოლოს ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რას ვაპირებთ ჩვენ. რას ვაკეთებთ მთავარ არხელები, რას ვაკეთებთ გიორგი გაბუნიას გენერალური დირექტორობის ფარგლებში და აი ამ კონტექსტში. იმიტომ რომ სხვა კონტექსტს და რეალობას ჩვენ არ განვიხილავთ. ვნახოთ რთულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მით უმეტეს რაც გარეთ ხდება, სამწუხაროდ 7 ვითარება არ გვაქვს ქვეყანაში, რომ უბრალოდ რაღაცა დაალაგო, მოიფიქრო და დაიწყო უცებ რაღაც სრულიად ახალი. გარკვეული გეგმები რა თქმა უნდა გვაქვს და გამოსავალს ვეძებთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ზაზა ოქუაშვილის გარეშე. მე გუშინ გიორგი თარგამაძესთან გადაცემაში ვთქვი და დღესაც გავიბეორებ, ჩემი პირადი გამოცდილებით გეუბნებით. ვიღაცები იტყვიან, რომ თავიდანვე არ უნდა დაგეჭირათ ურთიერთობა ზაზა ოქუაშვილთან და იმიტომ მიიღეთ ეს ნამდვილად. სოშერს ამბობს რაღაც ნაწილი ამიმართვებთ რომ მაშინაც ესე უკან აღარ წავალ, მაშინაც ისარგებლა ზაზა ოქუაშვილმა იმით რომ ძალიან გამოუვალი მდგომარეობა იყო და ძალიან აი მარტივი შანსი რომ ეს გუნდი არ ჩამოშლილიყო და უცებ გახსნილიყო მთავარი არხი, ეს ინსტრუმენტი ეჭირა ხელში ზაზა ოქუაშვილს და მაშინ ისარგებლა ამით, თორემ დარწმუნებული ვარ არავის არ უხაროდა მასთან ურთიერთობის დამყარება და ეს საბოლოოდ ხედავთ როგორც გამოიყენა და სხვათა შორის რასაც ამბობს ეს შენობა როდესაც მაშინ ჯერ კიდე მისი იყო, მაგრამ იცოდა რომ აღარ იქნებოდა მალე მისი ტექნიკა, არაფერი არ ჩაუდია კომპანიაში და არ უჩუქებია კომპანიისთვის, მოგვაქირავა და გვათხოვა და ამით კიდე დავალიანება დაუკროვა კომპანიას, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უზარმაზარი თანხები ამ შენობაში და ტექნიკაში უნდა გვეხადა და ახლა ამას გვეუბნება რომ მე ეს ტექნიკა და შენობა რომ გათხოვეთ, გადამიხადეთ ახლა ფული, მას არაფერი არ დაუკარგავს. თავისივე კომპანიას მიაქირავა, ანუ კი არ დაუკარგავს, კი არ ჩადო შენობა კომპანიაში, კი არ ჩადო ტექნიკა არა გვათხოვა, რომ ამაში კიდე ფული უნდა გვეხადა და ტექნიკაზეც ისეა გაფორმებული იჯარა, რომ აი რომ მორჩება ყველაფერი, უნდა დავუბრუნოთ ეს ტექნიკა უკან, კომპანიამ უნდა დაუბრუნოს ოღონდ. აი იმ წელს, როდესაც მორჩება იჯარა, უახლესი მოდელები რაც იქნება, ისინი უნდა შევიძინოთ და დაუბრუნოთ, წარმოიდგინეთ უბრალოდ რა პირობებზეა წამოსული ეს ყველაფერი. ახლა ასეთი შანსი რა თქმა უნდა რომ უცებ სადღაც გადავბარგდეთ ჯერჯერობით ესე არ ჩანს, თუმცა გარკვეული გეგმები გვაქვს და ახლა ყველაფერს არ გავამხელ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იქნება ვიმეორებ ზაზა ოქუაშვილის გარეშე და ისევ პირადი გამოცდილებით ყველას ვურჩევ რომ ზაზა ოქუაშვილთან საქმე არ დაიჭიროს, ბიძინა ივანიშვილსაც კი ვურჩევ რომ არ დაიჭიროს საქმე ზაზა ოქუაშვილთან, ბიძინაც კი მოტყუებული და გადაგდებული ყავს ერთხელ. და იქნება, რაც მთავარია, ანუ იქნება ჩვენი შემადგენლობა, ჩვენი გუნდი, მგონია რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმუმ შეიძლება მთავარი არ ერქვას და სხვანაირი ლოგო იყოს, არაუშავს დავხატავ ახალ ლოგოს, სახელსაც მოვიფიქრებთ და ჩვენ მაინც ვიქნებით. მთავარია გუნდი, როგორც ეს მოხდა რუსთავი 2-ის შემთხვევაში, უკიდურეს შემთხვევაში და იქნებ რაღაც სხვაც გამოვიდეს, ვნახოთ. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, მიხარია რომ შემოგიტყუე ამ სტუდიაში, ძალიან საჭირო ინტერვიუ იყო ჩემი აზრით. უსმენდით გიორგი გაბუნიას და უსმენდით მთავარი არხის პოზიციას პირდაპირ ეთერში, რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილს და მის ვასალ გოგის. თუ ექნებათ სურვილი, ორივეს ვეპატიჟები, უნდა ჩართვით, უნდა სტუმრობით, მოკეთ რაღაც დისტანციის დაურღვევლობის შიში თუ არის, ჩართვითაც შემიძლია რომ ვუმასპინძლო. ასეთი იყო მთავარი არხის გარშემო ამბები, რომლებიც მოგიყევით ჩვენ, ახლა უკვე რეკლამის დროა. რეკლამის შემდგომ გიყვებით რა ხდება ქვეყანაში, თუმცა ერთი მეორესგან არ არის გამიჯნული, იმიტომ რომ ზაზა ოქუაშვილმა ზუსტი მომენტი იპოვა, რომ მთავარი არხი, რომელსაც ყავს ყველაზე დიდი აუდიტორია, მისთვის შეექმნა პრობლემა და გაჩერების რეალური საფრთხე. რამდენიმე წუთში დედაქალაქის მთავარი გამზირიდან ვიწყებთ ჩართვებით.